თოზურგეთის საგამოფენო სივრცე ბათუმელი მხატვრების ვაჟა და გელა გორგილაძეების ნამუშევრებს დაითმო და გამოფენაც მათ ხსოვნას მიეძღვნა. ჟანრობრივი მრავალფეროვნება და მეტყველი ფერები. ვაჟა და გელა გორგილაძეების საინტერესო ნამუშევრებმა დამთვალიერებლებში აღფრთოვანება და სასიამოვნო ემოციები გამოიწვია. მხატვარი ძმების შემოქმედება ბათუმში არაერთ საინტერესო და ცნობილ ლოკაციას მოიცავს. გელა გორგილაძე 2021 წელს, ხოლო ვაჟა გორგილაძე 2023 წელს გარდაიცვალა. დღეს გვაქვს ბედნიერება, რომ მასპინძლოთ ბათუმელ მხატვრებს, ძმები, ვაჟა და გელა გორგილაძეები, სამწუხაროდ ისინი გარდაცვლილები არიან. საკმაოდ ნიჭიერები და საკმაოდ წარმატებული ხალხია აჭარაში, მაგრამ ისინი არიან დედით გურულები და ნახევარი ცხოვრება აქ აქვს გატარებული, განსაკუთრებით ვაჟა ადრე აქ ცხოვრობდა წითელმთაში. ძალიან მნიშვნელოვანია გამოფენის გაკეთება ჩვენთვის, პატივია რა თქმა უნდა. აი როგორც ხედავთ, წარმოდგენილია ვაჟას მხრიდან გობელენები, საკმაოდ დიდი ზომის ნამუშევრები, ასევე გელასგან თავისი ესთეტიკა, როგორც ხასიათდება ბატონი გელა თავისი გრაფიკული ნამუშევრები და ფერწერული ნამუშევრები, სადაც ასახულია ძველი ბათუმი და ახალი ბათუმიც ასევე. ის უბნები და ძალიან ლამაზი გამოფენაა ჩემს აზრით, ძალიან ესთეტიური და ყველაფერს ამას წინ უძღვის ის, რომ ცოტა მისტიური საკითხია, რომლებიც შეიძლება ასე ითქვას, რომ სიზმარი მქონდა, სადაც ისინი მეუბნებოდნენ, რომ გურიაში ჩემ დედულეთში უნდა გავაკეთო გამოფენაო. ამან განაპირობა ის, რომ მივმართე ოჯახს, სახელდახელოდ შევაგროვეთ ნამუშევრები და დღეს გვაქვს ეს წინვალე დღესასწაული, როცა ჩვენ გვიშეგვიძლია მაცულეს მოვეფეროთ. მე აღფრთოვანებული ვარ. ძალიან ამ ლამაზი დღე და მძიმე დღეა ჩემთვის, რომ ჩემი მეუღლე და ჩემი მაზლი არ არიან და არ ესწრებიან. მათი ოცნება იყო, რომ ერთად გაეკეთებოდათ გამოფენა და ყოფილიყო დედულეთში. ეს არის დედულეთი, ჩემი მეუღლის და ჩემი მაზლის რა თქმა უნდა და ეს ყველაფერი ბატონო ავთანდილმა თავი მოაბა. ძალიან დიდი მადლობელი ვარ ამ პიროვნების რა გადამყვა, ჩამოვიდა ეს ნამუშევრები მან თვითონ წამოიღო, მან თვითონ ყველაფერი ასე წესრიგი და მოვედი გამზადებულ გამოფენაზე და ძალიან დიდი მადლობელი ვარ აქ მომუშავე ყველა თანამშრომელს. გურულებისთვის მოტანა და გამზადება და ჩვენება რომ ესეთი ერთ-ერთი პიროვნება იყო ჩემი გელა და ვაჟა ძალიან მახარებს რომ ესე ლამაზი საღამო შედგა.